გამარჯობა ჩემო მეგობარო, მე ბალიშა ვარ. დღეს კი ერთ პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან ამბავს მოგიყვები. ამბავს სიკეთეზე. და იმაზე, რომ როცა ერთმანეთს ვეხმარებით, სამყარო უფრო თბილი ხდება. ერთ მშვიდ დღეში პატარა ჭიანჭველა ცხოვრობდა. ის ყოველდღე ბევრს შრომობდა, პატარა მარცვლებს აგროვებდა და თავის მეგობრებს ეხმარებოდა. ერთ საღამოს, როცა ტყეში გრილი ქარი ქროდა და მდინარე მშვიდად ჩხრიალებდა, ჭიანჭველას ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა. დინებამ პატარა ჭიანჭველას სწრაფად გაიტაცა. მიშველეთ, დაიძახა მან. ახლოს ხის ტოტზე თეთრი მტრედი იჯდა. მან ჭიანჭველას ხმა გაიგონა და მაშინვე მიხვდა, რომ დახმარება სჭირდებოდა. მტრედმა პატარა ფოთოლი მოწყვიტა და წყალში ჩაუგდო. ჭიანჭველა ფოთოლზე აძვრა და ნელ-ნელა ნაპირზე გამოვიდა. მადლობა, უთხრა გახარებულმა ჭიანჭველამ. მტრედმა უბრალოდ თბილად გაუღიმა. როცა ვინმეს დახმარება შეუძლია, სიკეთე არასოდეს უნდა დაიშუროს. რამდენიმე დღის შემდეგ მტრედი ისევ იმავე ტყეში დაფრინავდა. ამ დროს ჭიანჭველამ შენიშნა, რომ ბუჩქებში მონადირე იმალებოდა. იგი მტრედისკენ ჩუმად მიიწევდა. პატარა ჭიანჭველა მიხვდა, რომ მის მეგობარს საფრთხე ელოდა. მაშინ სწრაფად გაიქცა და მონადირეს ფეხზე უგბინა. აი, შეხვირა მონადირემ. მტრედმა ხმა გაიგონა. ფრთები სწრაფად გაშალა და ცაში უსაფრთხო დაფრინდა. მალე მტრედი ისევ ხესთან დაბრუნდა. შენ გადამარჩინე, უთხრა მან ჭიანჭველას. პატარა ჭიანჭველამ გაუღიმა. სიკეთე ყოველთვის ბრუნდება. იმ დრიდან მტრედი და ჭიანჭველა საუკეთესო მეგობრები გახდნენ და ტყეშიც ყველა მიცოდა. დიდი თუ პატარა, ყველას შეუძლია სიკეთის გაკეთება. და როცა ერთმანეთს ვეხმარებით, სამყარო უფრო მშვიდი, უფრო თბილი და უფრო ბედნიერი ხდება. აი ასეთი იყო დღევანდელი ამბავი. იმედი მაქვს ეს პატარა ისტორია მოგეწონა და გახსოვდეს. ზოგჯერ ყველაზე პატარა სიკეთესაც კი შეუძლია ვიღაცის დღე გაანათოს. ბალიშა მალე ისევ დაბრუნდება ახალი ამბით. ნახვამდის ჩემო მეგობარო.